დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის. მე შეგაწუხეთ იმიტომ, რომ გაცნობოთ ის აბსურდული მდგომარეობა, რომელიც ხდება დღეს ჩემი სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. გუშინ საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და გაუქმდა ჩემი შტატი. მე გახლავართ საქართველოს რკინიგზის ფილიალი მგზავრთა გადაყვანის დირექტორის მოადგილე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რებრენდინგის საკითხებში, თუმცა დებულების მიხედვით ცენტრალიზებულად მთლიანად საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სარეკლამო სამსახური და პრეს სამსახური შემოდის ჩემ დაქვემდებარების ქვეშ. გუშინ დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაუქმდა ჩემი შტატი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და პარალელურად შეიქმნა ახალი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რომლის ხელმძღვანელადაც დაინიშნა დაჩი ცაგური. ეს არის აბსოლუტურად აბსურდული სიტუაცია, იმიტომ რომ ძალაში ჩემი გათავისუფლება შედის 1 მარტს, დაჩი ცაგურიას დანიშნა კი გუშინდლიდან შევიდა უკვე ძალაში. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამ ყველაფერს მე ვიგებ პრესის მეშვეობით და მიმაჩნია დადასტურებულად შემიძლია გითხრათ და დამეთანხმებით, ან თქვენ თვითონ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს არის ნამდვილად პოლიტიკური ნიშნის სამსახურიდან გათავისუფლება. საქმე მდგომარეობს იმაში, რომ რკინიგზის ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომლებიც გამოკვეთილი პოლიტიკოსები არიან, კოკა გუნცაძე, გია ხუხაშვილი და ასე შემდეგ, მე მათთვის აღმოჩნდი მიუღებელი ჩემი პირადი პოლიტიკური შეხედულებების გამო. მე მინდა გამოვიყენო დღეს საშუალება და მივმართო ყველა იმ პოლიტიკოს, რომლებიც ბოლო პერიოდში კატეგორიულად უარყოფდნენ, რომ საქართველოში არ ხდება პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება. მე მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს, რომელმაც თქვა, თუ ასეთი რამე იქნება, მომართეთ პირადად მე მივმართავ ეკა ბესელიას, რომელმაც თქვა, რომ უშუალოდ თვითონ გამოიძიებდა ყველა იმ შემთხვევას, სადაც იქნებოდა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება. ამიტომ მივმართავ ყველას, რომ ჩახედონ, რა ხდება, რა აბსურდია ეს ყველაფერი, ან ამიხსნან რატომ მოხდა ჩემი სამსახურიდან გაშვება? იმიტომ რომ მე ამ კომპანიაში მუშაობ 2004 წლიდან, მხოლოდ მე ვიყავი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის სხვადასხვა დასახელებებით, მაგრამ მხოლოდ მე გახდით. მე ვმართავდი ამ 9 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და თუ მაშინ დამისაბუთონ თუ დაჩი ცაგურია, ჩემზე მეტი პროფესიონალია საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში. ეს არის ჩემი შეკითხვა, ეს არის ჩემი თხოვნა დღევანდელი პოლიტიკოსებისადმი და მივმართავ ყველას უფლება დამცველებსაც და ასე შემდეგ, რომ ეს არის შემთხვევა, როდესაც ხდება ადამიანის სამსახურიდან გაშვება პოლიტიკური მოსაზრებების გამო. ეს იყო რაც მინდოდა მე. დიახ, მე ვესაუბრე გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომელსაც დაუსვი კითხვა, რომ გავიგე, რომ უქმდება დაუშვათ ჩემი შტატი დირექტორის მოადგილის. ამ შემთხვევაში რა ხდება? საქართველოს რკინიგზას არ ექნება, დაუშვათ არც პრეს სამსახური, ხო წარმოუდგენელია და თუ შეიქმნება ესეთი სამსახური, მთავაზობთ თუ არა მე, დაუშვათ ადგილს, რომ გავაგრძელო მუშაობა დაუშვათ სხვა სტრუქტურაში. მან ამაზე მითხრა, რომ მას ამასთან დაკავშირებით პასუხი არ აქვს და უნდა კითხოს ზემდგომებს და მაცნობებს და ამის თაობაზე 2 დღის განმავლობაში, თუმცა რასაკვირველია, მან არავინ არ გამცა ამაზე პასუხი. მე მაქვს ერთი შეკითხვა, ვეკითხები ყველას რკინიგზაში, რა ნიშნით მიშვებენ, ხო შეიძლება დამისაბუთონ და მითხრან, რატომ მიშვებენ სამსახურიდან. იმიტომ რომ არც ერთი შენიშვნა ამ 9 წლის განმავლობაში მე არ მიმიღია, ძალიან ბევრი რამე მაქვს გაკეთებული კონკრეტულად საქართველოს რკინიგზისათვის, იმიტომ რომ 2004 წელს ეს არის პერიოდი, როდესაც აბსოლუტურად იმიჯი კომპანიის იყო ძალიან დაბალი, როგორც კორუფციული თვალსაზრისით, ასევე სერვისის თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან ბევრი რამე გავაკეთეთ ამ პერიოდის განმავლობაში. ასე განსაჯეთ, რომ მატარებლებიც კი, რომელიც დადის დღეს საქართველოს რკინიგზის ახალი მატარებლები, ისინიც კი ჩემი პირადი ჩემი დიზაინით გაკეთებულია, ჩემი სამსახურის დიზაინით გაკეთებული. რა ვიცი, ფორმები, ემბლემა, წარწერა, შიდა დიზაინები, სადგურები, ძალიან ბევრი რამე გვაქვს გაკეთებული ჩემს სამსახურს ამ კომპანიისათვის და ესე რომ არ დაგელაპარაკონ, საერთოდ არავინ არაფერი არ აგიხსნას ან არ შემოგთავაზოს, რა ვიცი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტური აბსურდი. მე პოლიტიკურ აქტივობებში იღებთ ხოლმე მონაწილეობას თუ კონკრეტულად რა ნიშნით? ბატონო?
რაიმე პოლიტიკურ აქტივობებში იღებთ ხოლმე მონაწილეობას? არ ვიცი, ხა, ძალიან ბევრი წელია მე გახლავართ ჩემი პოლიტიკური კუთვნილება სავარაუდოდ არის მათთვის ცნობილი რასაკვირველია. მე გახლავართ მოყოლებული 2003 წლიდან ზურაბ ჟვანიას გუნდი მიშა მაჭავარიანთან მთელი ამ პერიოდების განმავლობაში მე პოლიტიკურ ორგანიზაციებშიც ვმუშაობდი. ბოლო 9 წელია უბრალოდ მუშაობ საქართველოს რკინიგზაში. ალბათ, უშუალოდ კოკა გუნცაძეზე რომ გითხრათ თქვენი სახსენე და ის ამბობს, რომ მას არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აი ამ პროცესში, ვინაიდან ეს ჩემ ფუნქციებში არ შედის. კონკრეტულად როგორ ხდებოდა ეს რომ გითხრათ მისი მხრიდან? არა, არაფერი აბსოლუტურად. მე არავინ არ მელაპარაკება, მე არავინ არაფერს არ მიხსნის, დავალებები მოდის არა ჩემთან, არამედ ჩემს თანამშრომლებთან. ეს არის ჩვეულებრივი ტაქტიკა ესეთი, რომ რაღაცა გაქციონ გვაქვს. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, დაჩცაგური ამბობს, რომ ის დაინიშნა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად, შეუდგა უკვე მუშაობას და 2 დღეში დაიწერება ბრძანება. ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ არის. სამსახური გააუქმეს. აი ეგ არ ვიცი. დიახ, ალბათ შეიძლება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არ ერქვას, ან ერქვას პრესამსახური რაღაც. არ ვიცი, ჯერ არ ვიცი, გაურკვეველი. აი ეს იყო რაც მინდა და მე. მე ჩემი ხელშეკრულება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წელია ვმუშაობ. ჩვენ გქონდა ესე იყო დაუშვათ 1 წლიანი იყო, შემდეგ ისევ 1 წლიანი. დღესდღეობით ჩემი ხელშეკრულება გახლავთ უვადო. არა, ჩემი ხელშეკრულება, რომელიც საფუძველზეც მე ვარ დაქირავებული, არის უვადო. თუმცა დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შტატის გაუქმების. დიახ. 1 მარტიდან შედის ძალაში. დიახ. დიახ. 1 მარტამდე მეც გახლავართ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურით, დაჩცაგურიოც. ამ შემთხვევაში როგორ რეგულირდება? დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით. ანუ რეორგანიზაცია, ოპტიმიზაცია თუ რაღაც ესეთი. წყდება ხელშეკრულება, დიახ. დიახ. სწორედ აი ამიტომაც მოხდა ეს ყველაფერი, რომ თუნდაც თქვენი ხელშეკრულება გაუქმებოდა. ფაქტია, ამას არ უნდა დაინტერესება, რაიმე დაინტერესება გქონდეს ამ სიტუაციაში. ფაქტია, რომ ჩემი სამსახური მე გამანთავისუფლეს იმიტომ, რომ გაუნთავისუფლეს ადგილი დაჩცაგურიას. ის რომ ჩემს ადგილას მოეყვანათ პროფესიონალი, დაუშვათ, რომელზეც ვიფიქრებდი, რომ პროფესიულად ჩემზე მაღლა დგას, დაუშვათ, უფრო მეტი კომპეტენცია აქვს. ამ შემთხვევაში შეიძლება კიდე რაღაც გეფიქრა, მაგრამ დაჩცაგურია ხო პოლიტიკური ნიშნება ხო ყველა შემთხვევაში, ანუ მე გამიშვეს მხოლოდ იმიტომ, რომ გაათავისუფლეს ადგილი დაჩცაგურიასათვის. და ეს დანამდვილებით ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშა. ჩემიც რო გამორიცხოთ დაჩცაგურიას შემთხვევაში ეს ხო არის პოლიტიკური დანიშნა. არ ვიცი, უფლებადამცველი. ისტორიკოსი, კი. დიახ, მივმართავ, რომ მე ვაფიქსირებ, რომ ეს არის ნამდვილად პოლიტიკური ნიშნის სამსახურიდან გაშვება და მივმართავ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც აცხადებენ, რომ თუ ესეთი შემთხვევა იქნება, ჩვენ პირადად გამოვიძიებთ და კი ბატონო, მივმართავ, რომ აი ფაქტი და განცენ ამაზე პასუხი. არაფერ არანორმალს არ მოვითხოვ. ამიხსთან რატომ მიშვებენ სამსახურიდან? მადლობა.